მართლა დაგლისოთ გაგახაროთ, გაძლიერდით, გილოცავთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას, შეგეციოთ ამ დიდი სიყვარულის მოციქულის მადლი, მისი ლოცვა-კურთხევა. თან მით უმეტეს ჩვენ, რომლებიც ვართ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრევლი და მისი მსახურნი. და იგი როგორც თეოლოგი, როგორც ღვთისმეტყველი, მართლაც ჭეშმარიტად მწვერვალია ადამიანური სულიერობისა და ადამიანისთვის მიცემული სულიერობის მასშტაბისა. ჩვენთვის მოცემული მაგალითია ღვთისმეტყველებითი ჭორეტისა და მართლაც ღვთისმეტყველია, იგი გულის ღვთისმეტყველია, ღვთისმეტყველი, გულის მეტყველი. იმიტომ რომ სხვანაირად თეოლოგია ზოგიერთ გულის მეცნიერებასაც უწოდებენ. გულის ჭეშმარიტების გულში მყოფობის აღქმის ხელოვნებას უწოდებენ. მართლაც გული არის ჭეშმარიტების ბუნებრივი ადგილი. გონებაც, რა თქმა უნდა, გონებაც განწმენდილი გული და განწმენდილი გონება. მაგრამ ქრისტიანობაში, როგორც სიყვარულის რელიგიაში და იოანე ღვთისმეტყველის სწავლებაში, როგორც სიყვარულის მოციქულის სწავლებაში, მართლაც გული არის ჭეშმარიტების მთავარი და ბუნებრივი ადგილი ტრაპეზი, სადაც გავდივართ, სადაც ვიმეცნებთ, სადაც შევიმეცნებთ ღმერთს და სადაც ჩვენ შევიმეცნებთ სიყვარულის კანონებს. მართლაც სიყვარულს თავის კანონები აქვს. და ზუსტად იოანე ღვთისმეტყველი არის ამ სიყვარულის კანონების განმახორციელებელი და მაგალითის მაჩვენებელი ჩვენთვის. მართლაც გულს თავის კანონები აქვს, განწმენდილ გულს, ქრისტესთან მიახლოებულ და ქრისტეს მადლით აღსავსე გულს, როგორც მისი ცხოვრება გვიჩვენებს. ბრძოლები თუ ხილავ განსაკუთრებით უხილავ მტრებთან, მისი ბრძოლა ოკულტისტებთან, ჯადოქრებთან, ვთქვათ, მოგვებთან, გავეხსენოთ ხოსვი, ღვინო გზნეული და ასე შემდეგ. და მისი, ვთქვათ, თამდაბლობა, როგორც უხუცესი ადამიანისა, მისი საოცარი უკიდურესი თამდაბლობა, მისი საკუთარი თავის უარყოფა ქრისტეს გულისთვის. მართლაც მან უარყო საკუთარი გული და საკუთარი გონება ქრისტეს გულისთვის. მან უარყო ის, რასაც უარყავ თავის შენი ქვია და აღიღვია ჯვარი შენი და შემომიდეგინ მე ქვია, როგორც ქრისტე ამბობს. უარყო ცუდი, რაც მასში და რაც ყველა ადამიანში არის და მთლიანად შეიყვანა კარგი, შეიყვარა და აითვისა კარგი. ჩვენც მართლაც უნდა უარყოთ, რაც ჩვენში, ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში ცუდია და მივიღოთ კარგი. თუ გსურს, რა თქმა უნდა, ეს და ვის არ სურს ბედნიერი იყოს და ქრისტესთან ერთად იყოს. ვის არ სურს და როგორ შეიძლება ეს არ სურდეს ადამიანს, მეცაც ვიტყოდი. ამიტომ, რა თქმა უნდა, გონებითაც შეგვიძლია გვიყვარდეს, მაგრამ გულით სიყვარულს მაინც სხვა ძალა აქვს. ქრისტიანობა გულზე გამოვალი რელიგიაა. ღმერთი გულზე გამოვალია. გული არის გამართული, განწმენდილი გული, ცოდვათაგან განწმენდილი გული, ყოვლისა ციკლისაგან განწმენდილი გონებაც, იმიტომ რომ გული და გონება ეს ორი პოლუსია ადამიანური არსებისა, მაგრამ გულს ამ შემთხვევაში ჩვენ და გულის კულტურას, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მოციქულის ტაძრის მსახურნი ვანიჭებთ უპირატესობას, რომელმაც ქრისტემ, რომელიც მათ დაცემული ადამიანი აღადგინა და იხსნა ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან, განუმართა, განკურნა, გასწმინდა და მისცა საშუალება ადამიანს გასწმენდისა თავისი გულისა და გონებისა და გვიბოძა ჩვენ სულიერი დამოუკიდებლობა, სულიერი თავისუფლება. რადგანაც გული შეიმეცნებს და გონებაც, რა თქმა უნდა, ვახსენებ, მაგრამ პირველ რიგში გულს, ეს ერთი მედლის ორი მხარეა და ერთი რეალობის ორი ასპექტია, შეიძლება ასე ითქვას. შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, იგი თავისუფლებას იღებს და იგი ჭეშმარიტ მორჩილებას ღვთისა ისიც ხორცებს, განწმენდილი გული და განწმენდილი გონება. და გახსოვთ, რომ ზუსტად ეს სახარებაში ეს წერია, რომ უნდა გამიწვიოთ ჩვენი გული და ჩვენი გონება და განწმენდილი გული და გონებით ჩვენი სუბიექტური ძალების აღდგენით, ქრისტესადმი შევედრებით, ღვთიური მადლის ზემოქმედებით, პირველ რიგში განწმენდა ხდება რითი? ღვთიური მადლის ზემოქმედებით, ხომ ადამიანებს? ღვთიური მადლი მოქმედებს პირველ რიგში გულზე და რა თქმა უნდა გონებაზე და განაახლებს მას. და კი არ თრგუნავს, კი არ ძალადობს, კი არ დომინირებს და ტირანიზირებს და
დესპოტირებს მას არა განაგთავს მას თავისუფალი თანხმობით ჩვენს ეგოიზმს გარდა აქცევს შემოქმედის მიმართ სიყვარულის გამოვლინების შესაძლებლობა ჩვენს ნეგატივს გადააქცევს პოზიტივად რომელსაც ჩვენ სისუსტეს უწოდებთ მაგრამ სიძლიერად იქცევა ჩვენს ჩამოუყალიბებლობას ჩვენს ისე ვთქვათ უმადურობას შიშებს გაურებას ამ ყველაფერს კურნავს ამთლიანებს და ადამიანის გული და გონება გზნობს რომ იგი ერთი მთლიანი არის ღვთისწინაშე წარდგენილი და რა არის წმენა გულის გარეშე და გონების გარეშე რა არის წმენა განწმენდილი გონებისა და განწმენდილი გულის გარეშე წმენა ის არის რომელიც ცდება ყოველგვარ ცოდნას წმენა ის არის ის რომელიც ცდება ცოდნას და ცოდნა ყოველ შემთხვევაში თავის ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველებაში, თეოლოგიაში, მაგრამ ღმერთი ყველაზე უფრო გრძნობადი გულისთვის არის. რა თქმა უნდა, გონებისთვისაც, მაგრამ არა მხოლოდ გულისთვის, გონებისთვისაც, მაგრამ პირველ რიგში გრძნობადი და შეგრძნებადი, შემეცნებადი პირველ რიგში გულისთვის არის. და ეს ზუსტად ეს გულის სიყვარულის მოციქული, რომელიც გვეხმარება ჩვენ და გვეწევა აი ამ სიყვარულის ცუდობაში და რომლის მაგალითის ჩვენ უნდა ვიყოთ. მართალია შორსავართ იდეალისაგან, მაგრამ ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ ის უზარმაზარი დისტანცია, რომელიც გვეღობება ჩვენ და ზოგჯერ გადაულახავ მანძილად გვეჩვენება იმ სასურველ სრულყოფილ ვთქვათ ვერსიასა ჩვენი თავისა და ჩვენს დღევანდელ ასე ვთქვათ რეალურ სახეს შორის და რაც ბრძოლებს იწვევს ჩვენში, წარმატებით გადაგველახავს ზუსტად ამ სიყვარულით და წმენით, განწმენდილი გონებით, განწმენდილი გულით, განსაკუთრებით გულით. და მინდა რომ კვლავ და კვლავ წმინდა იონა ღვთისმეტყველის ხსენება და დღე მოგილოცოთ, მრავალ ზაესარეთ, გაძლიერდით, ჯანმრთელად იყავით, სულიერი, ემოციონალური და ხორციელი სიჯანსაღე და იმუნიტეტი და სიძლიერე მინდა გისურვოთ. მადლი ჩვენს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ.